საქართველოს ეროვნული არქივის რესტავრატორებმა 2024 წელს საარქივო დოკუმენტების 26527 ფურცელი, 140 ფოტო, 144 გაზეთი და 74 ტექნიკური საპროექტო ნახაზი აღადგინეს. როგორც საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თამილ აფაქიძემ აღნიშნა, დოკუმენტებს შორის არის საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტო ფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცული მასალა. აღსანიშნავია, რომ დასრულდა ეროვნულ არქივში დაცული მე-17 საუკუნის საეკლესიო წიგნის სვინაქსარის რესტავრაცია. თამილ აფაქიძის განმარტებით, ეროვნული არქივის რესტავრატორებმა ასევე დაასრულეს მე-12-მე-13 საუკუნეების ქურაშის 4 თავის რესტავრაცია, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმსესტურ ფურცლებს შეიცავს. ხელნაწერი მესტიის რაიონში სოფელ ქურაშის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრუნდა. ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში ერთი წლის განმავლობაში მოხდა უამრავი უნიკალური და საინტერესო დოკუმენტის რესტავრაცია აღდგენა. დაახლოებით 27,000 ფურცლამდე ჩაუტარდა რესტავრაცია, ძალიან ბევრი წიგნი ჩაისვა თავის ყდაში, მოხდა რამდენიმე ათეულის ტექნიკური ნახაზის რესტავრაცია აღდგენა, ასევე რუკების, ფოტოალბომების, ფოტოსურათების და სხვა საინტერესო მასალის. ამ დოკუმენტებს შორის არის მე-17 საუკუნის საეკლესიო წიგნი სვინაქსარი. ეს წიგნი ადრე რესტავრირებულია, მაგრამ მოხდა ამ წიგნის შინაარსის ტექსტის შესწავლა და დასჭირდა წიგნის დაშლა. თანმიმდევრულად ტექსტის მიხედვით ხელახლა დალაგება, შეკერვა ხელით დაზგის მეშვეობით და თავისივე თანადროული ტყავის ყდაში ჩასმა. ლაბორატორიაში სარესტავრაციო ჩემოდის სხვადასხვა არქივებიდან სხვადასხვა სირთულის საქმეები. არის როგორც ქაღალდზე შესრულებული, ეტრატზე, ნახაზები, ალბომები, რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად რთულია. და ხდება დეზინფექცია, ხდება რესტავრაცია და შემდგომში თუ საჭიროა ყდაში ჩასმა და არქივებში დაბრუნება. რესტავრაციის პროცესი საკმაოდ შრომატევადია სირთულიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, აქ არის ძველი საბუთები, საუკუნეების წინანდელი, ის ყველა ძველი საბუთი ქაღალდი უკვე ცელულოზა გამოცლილია, საკმაოდ დაზიანებულია და გაფრთხილება ჭირდება იმ რესტავრაციას, იმისაც ძველი სახე აღუდგეს, არ დაიკარგოს ნაწერი, არ წაიშალოს მელანი და რა თქმა უნდა საკმაოდ საინტერესო და შრომატევადია. როგორც რესტავრატორმა მაია ბარათაშვილმა განაცხადა, სამუშაო პროცესში თანამედროვე სარესტავრაციო მასალასა და ტექნოლოგიებს იყენებენ, რაც საარქივო დოკუმენტების უკეთ დაცვასა და ხანგრძლივად შენახვას ემსახურება.